მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეს არის, რა თქმა უნდა, სრულიად უგუნური და ბეცი სასჯელი, სრულიად არაპროპორციული, სრულიად ტირანული ამას იშავს, პირველ რიგში კლასიკური თვალსაზრისით უსამართლოს და სრულ აცდენაში ობიექტურ რეალობასთან იქნება ეს ქართული სამართლებრივი სტანდარტი თუ საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტი და მართლაც ახლა დღეს იხსენდა ერთი პოლიტიკოსი რაღაცა მონალიზას, ესე იგი, როგორ ვთქვათ, დაზიანებაც არის ხო რაღაც ის შესხვაზე რა ტიპის სასჯელი გვინახავს თანამედროვე მსოფლიოში და კახიკალაძის რაღაცა ბანერის დაზიანებაზე ამ დროს ზას უყურებთ. ამიტომ ეს საერთოდ გადავდოთ პარტიული პოლიტიკა, ხო? ნებისმიერ ნორმალური ადამიანისთვის ეს მე ვფიქრობ უნდა იყოს ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ არანაირი სამართალი არ არსებობს. არსებობს კანონები, მაგრამ არ არსებობს სამართალი. არსებობს სისტემა, მაგრამ არ არსებობს მართლმსაჯულება და რა ლამაზი სიტყვა, მართლმსაჯულება. მართალი უნდა იყოს, სამართლიანი უნდა იყოს. ჩვენთან არის მსაჯულება მართლის გარეშე. თუ არის კანონები, ოღონდ სამართლის გარეშე. და კანონები ივანიშვილის მსაჯულება. ხო, რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, ვიტყვი ხო ჩვენ და მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ნაცისტური გერმანია ძალიან კანონიერი იყო, ვიცით? აბსოლუტურად კანონიერი იყო. არაფერი უკანონო იქ არ ხდებოდა, უსამართლობა ხდებოდა. თორე კანონები იყო მიღებული. ხო, კანონები იყო მიღებული, ესე იგი, რაიხსტაგის მიერ, რომელიც განხანგრძლივებულ საგარეო მდგომარეობას აცხადებდა ქვეყნის მასშტაბით. და რომელმაც რეალურად გერმანია აქცია იმათ, რაც ის მასში გადაიქცა სამწუხაროდ, ხო, 30-იან წლებში, მაგრამ ეს იყო უსამართლობა და არა ის, რომ რეალურად კანონები, როგორ ვთქვათ, კანონები არ არსებობდა, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავმიჯნოთ, როგორი ტიპის სისტემაში ვცხოვრობთ და რას ვუყურებთ. რეალურად ხო ჩვენ ვუყურებთ უსამართლობას, ვუყურებთ თვით მყრობელობას, ვუყურებთ ერთი ადამიანის დიქტატს მისი სურვილების თანახმად და ეს ყველაფერი კლავს ქართული სახელმწიფოს იდეას. და პირველ რიგში გამიგზავნდა ამაზე შესაძლებელი სოლიდარობა ელენეს, რა თქმა უნდა და აი კიდევ ერთი რაც მინდა ვიკითხო უბრალოდ და ეს ირაკლი კოპრანცევაც განაცხადა დღეს ჩემო კოლეგამ და მეგობარმა, აი არსებობს ხალხი, მინდა მართლა ვიკითხო, აი პოლიტიკა გადავდოთ გვერდით, ელენა მოგწონს არ მოგწონს, ეს გადავდოთ გვერდით, ხო ვიღაცას მოეწონება ვიღაცას არ მოეწონება, ხო? ესეთია პოლიტიკოსის ბედი ნებისმიერ ქვეყანაში და მithოდის ესეთ პოლარიზებულ ქვეყანაში. აი უბრალოდ ვინმე არსებობს, ვინც დასაშვებად მიიჩნევს, რომ 4 შვილის დედა ახალგაზრდა ქალი, მებრძოლი პატრიოტი ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშავებია ამ ქვეყნისთვის და პირიქით თავის შეგნებულ ცხოვრებას, კარიერას, დროს სწირავს იმას, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ უკეთ, ხო? იმიტომ ის არის ჩართული ამ ძალიან მძიმე ბრძოლაში, ხო? თითოეულ ჩვენგანთან ამ ერთად. აი ვინმეს დასაშვები გონია, რომ ასეთ ადამიანს და 4 შვილის დედას იმისთვის რაზეც დავებიან, ხო? უშიდნენ იმას, რაც მიუსაჯეს და თვითონ ამ დროს იყვნენ რეჟიმი, რომელიც არიან მართლა კრიმინალებით გამოძეძგილი, რომელთაც 7-დან 9 მილიონამდე კომოდში უდევთ ხოლმე სახლში, ლანჩის ფულად გადანახული თქვენი ჯიბიდან. აი როგორ შეიძლება რომ ნორმალური იყო ადამიანი, ძალიან მარტივად მაინტერესებს, რომ ნორმალური, ადეკვატური იყო ადამიანი და ამაზე არ ქონდეს ძალიან კაფიო პროტესტის განცდა, რომ აი ეს შეიძლება შენს გვერდით რაღაცნაირად იყოს ნორმალურობად. მესმის რაც კითხულობ, მაგრამ აი ბატონი შარმანაშვილისთვის ეს არათუ ნორმალურია, აი ასეთი ფრაზა თქვა მან დღეს, რომ ესე იგი ელენე ხოშტარია პოლიტპატიმარი არ არის, ხომ არის წამებული რაინდი, ხო და როგორმე წელიწად ნახევარი აიტანოს ისევ თავისი ქცევის გამო. მე არ ვიცი მართლა ან ენაზე ვინ ეკაჩება დროს ადამიანს არ ვიცი. ვინმე შარმანაშვილს. ეს არის მათი პოლიტიკური მესიჯი, ხო? ეს ხალხი გამოიყენეს სალაპარაკოზე. სახეზე ერთმანეთში. პოლიტიკური მესიჯი მიუვიდა დიდი ალბათობით და გავრცელა, ხო? ახლა მისი აზრი არ არის. კი, რა თქმა უნდა. კი, გულსმათ გეტყვით, შარმანაშვილი რომელია ვერ ვიხსება ამ წამს, მერევიან ერთმანეთში, მაგრამ არანაირი აზრი არ აქვს, მეც ეს უდამე თქვა, რომელი პაიკი გამოვა იქ WhatsApp-ში მიღებული გზავნილით აი ამის სათქმელად არანაირი აზრი არ აქვს. მე უბრალოდ მათ მინდა ვუთხრა ერთ-ერთი რამ. და მე ამას ვეუბნები არა მარტო როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ისტორიკოსი, ვინც ძალიან კარგად იცნობს მსოფლიოს ისტორიას და პოლიტიკურ ტრანზიციებს. დაინდეთ თქვენივე თავი, იმიტომ რომ ისტორია არის როგორც თქვენვე უნდა ხედავდეთ, კოცებო, ძალიან დაუნდობელი თქვენნაირი ადამიანების მიმართ და თქვენივე რეჟიმს თუ შეხედავთ, თქვენივე კოლეგებს ასუკეთებს,
ჩემი მოსმენა აღარ დაგჭირდებათ, ხო, მე გვი ძალიან კარგად დაინახავთ რასაც მაგ საუბარი და თუ მაინც ვერ დაინახავთ, ძალიან მალე ამას ნახავთ რეალობაში, იმიტომ მე მათ ურჩევდი დაინდონ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ძალიან პატარა საზოგადოებაში ვცხოვრობთ ყველანი, ძალიან ვიწროთ და როგორ ვთქვათ, მყარად შეკლულ საზოგადოებაში, სადაც მოუწევთ იმ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ტვირთვა და ზითვა, აი იმ ყველაფერზე ჩადიან. რაც ხშირ შემთხვევაში არის ძალიან რთული რამ ყველგან და მით უმეტეს ასეთ საზოგადოებაში. ამიტომ იფიქრონ ხვალინდელ დღეზე და იფიქრონ იმ ტრანზიციაზე, რომელიც ძალიან მალე დადგება მშვიდობიან ამ ქვეყანაში და ბოლომდე ნუ გაისაძაგლებენ ისედაც აი გასულელებულ და გასაზიზღრებულ თავს. ბოლომდე ნუ გადავლენ ყველა იმ ხაზს რაც ჯერ კიდევ სადღაც შეიძლება არსებობდეს, მაშინ 4 შვილის დედაზე რა ესე ლაპარაკობ, ხო? კი ბატონო, ტრანზიციას რა შეეხება ბატონო გრიგოლ? ზოგი ნაცია, ზოგი ქოცია, ზოგი ლელოა, მაგრამ რაღაც სტანდარტები არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც 1000 წელი არ წარსულა არსა. არის პატივისცემას იჩემებენ ვაჟკაცობას. აი, მაგათი ვაჟკაცობა არ გაიშვეს. კი, როგორ გვაქვს. კი, გვახსოვს. შალვა პაპუაშვილი მახსოვს. კი. დიახ. ხო, აი როგორ მოუწევთ რისი ატანა, მაგას ნახავთ ყველანი ერთად და მე გავაფრთხილე ისინი, ხო? ძალიან ბევრჯერ და ვუთხარი საკუთარი თავი დაინდონ, თორე ახლა ამ ქვეყნის დანდობა რო არა აქვს და მშიერ ბავშვებზე ხო აღართ ხო არაფერს, ხო? და მშიერ მოხუცებზე საკუთარი ტყავი დაინდონ, იმიტომ რომ ძალიან დაუნდობელი რამეა ისტორიის ჩარხი, მithmetes ასეთი ადამიანების მიმართ და ამის გარანტიას ვაძლევ როგორც ისტორიკოსი ხას ვუსვამ, ეს არ არის პოლიტიკური მუქარდა შეფასება, ეს არის ისტორიკოსის მოგრძალებული დაკვირვება. უნდათ მენდონ და გაითვალისწინონ, უნდათ ნომენდობიან და მე გაიხსენებათ ძალიან მალე, როგორც მოიქცევს თავის თავს არ გაუწიეს ანგარიში. კი ბატონო, და ტრანზიცია ახსენეთ ოპოზიციურმა ალიანსმა ელენეს გადაწყვეტილების შემდგომ თქვა, რომ ამ ქვეყანაში არ იქნება პოლიტიკური ვაჭრობა და თუ ვინმე დამარცხდება და დანებდება ეს იქნება ივანიშვილიო. დღესვე ციხიდან გამოგზავნა წერილი ალეკო ელისაშვილმა, სადაც წერს, რომ უარს ვამბობ ჩემი სახელისა და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე, მოუწოდებ ყველას არ განმეხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში. ეს განწყობა საერთოა პოლიტპატიმრებში. რაღაცნაირად ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ პოლიტიკურ კლასში არის მოლოდინი, რომ ივანიშვილი მათით ვაჭრობა შეეცდება. ეს არის ერთგვარი პრევენცია ყველას მხრიდან, თქვან რომ ჩვენ არ განგვიხილოთ ასეთ დისკუსიაში. თქვენ ელით ასეთ მზაობას ივანიშვილის მხრიდან? ხო, მეც ახლა ეს ცირე კითხვა თუ დამებრუნებინა რაღაც კუთხით, არ ვიცი, ვინმე დაინახა ვაჭრობის ნიშნები, მე ვერ ვხედავ ამ მომენტისთვის. აი, ალეკომ თქვა რომ ვერც ვაჭრობისა, ვერც საუბრისა და ვერაფრისა. ხო, მესმის, ხო, ალეკოს ეს მისი განაცხადი არის და მე პატივისცემ მის განაცხადს, ის ასე აყენებს საკითხს და ძალიან დიდ პატივს ვცემ იმას თუ როგორ აყენებს თვითონ საკითხს. ნახეთ, რაც შეეხება პოლიტპატიმრების ამბავს, რაც შეეხება პოლიტპატიმრების ამბავს. დიახ, ნახეთ, პირველი რაც უნდა ითქვას, მე არავითარი ნიშანი არ დამენახავს ქართული ოცნების მხრიდან ან რაიმეზე ვაჭრობის სურვილისა, ან საუბრის სურვილისა. ივანიშვილი არის არსით მიდრეკილი იმისაკენ, რომ მსგავსი ტრიუკების ჩატარება განიზრახოს რაღაცა დროს, ჩვენ მას ვიცნობთ ხო უკვე მრავალი წელია სამწუხაროდ ჩვენ და ვუყურებთ ამ კაცს და მის სხვადასხვა ინსტიტუტ გამორიცხული ეს არ არის სავსებით, მაგრამ ამ ეტაპისთვის მე არ დამენახავს არავითარი მსგავსი ტიპის სურვილი მისგან, ხო? ამიტომ ხო მივესალმები პოლიტპატიმრების სულისკვეთებას, რა თქმა უნდა, არავინ არ უნდა ივაჭროს არასდროს მათით და არც აქამდე დამენახავს მსგავსი რამ და გამორიცხული მგონია, ჩვენი მხრიდან გამორიცხული მგონია, ანუ ოპოზიციური ძალების მხრიდან ეგ არის ტოტალურად წარმოუდგენელი და მიუღებელი რამ, რომ ეგეთი რაღაც მოხდეს. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივახციოთ სიტუაციის რაციონალურ დეესკალაციას და ამას გავიმეორებთ სრული პასუხისმგებლობით. ეს ნიშნავს უპირველეს ყოვლისა იმას, რომ მივახციოთ ყველა ამ ადამიანის გათავისუფლებას, რომ პოლიტიკური ტყუები არ უნდა არსებობდნენ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ მივახციოთ გარკვეული ტიპის პროცესს, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს პოლიტიკური სისტემის გადატვირთვის კერპ, ახალი საპარლამენტო
არჩევნისკენ თავისუფალ რეჟიმში. თქვენ ახსენეთ რომ ასეთი ნიშნები ვერ დაინახეთ, აქ მაყურებელს უნდა შევახსენოთ თქვენი ინიციატივა დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით და პასუხი რომელიც იმ დღესვე მიიღეთ შალვა პაპუაშვილისგან, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობას. არც ოპოზიცია მოგიწონათ, მაინც და მაინც დროული არ არის ეს და ახლა არ არის ამის დრო გითხრათ, მაგრამ ცალსახა იყო რეჟიმის პასუხი თქვენ მისამართით. შესაბამისად, თქვენ ალბათ ამაზე დაყრდნობითაც ამბობთ, რომ ისინი არანაირი დიალოგის მსურველები არ ჩანან ამ ეტაპზე, მაგრამ აქ საუბარი არ არის შიდა დისკუსიაზე. მათ შორის, თუმცა იქამდეც ესე ჩანდა. კი ბატონო, უბრალოდ აქ საუბარი არ არის შიდა დისკუსიაზე, ალბათ მოლოდინს ისიც აჩენს, რაც მთელ მსოფლიოში ხდება. ალბათ როცა უყურებ ლუკაშენკოს, რომელთანაც ჩადის სასაუბროდ, მაგალითად შეერთებული შტატების წარმომადგენელი და მერე ლუკაშენკო ათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, თან ბევრს, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ახლა მაინც და მაინც ივანიშვილი ვერ დარჩება კუნძულად, ხო, მთელ მსოფლიოში, ტენდენცია, რომელიც სახეზეა ავტორიტარიზმის დასასრულს მოასწავებს, ყოველ შემთხვევაში შერყევას მაინც გასაგებია, რომ ივანიშვილს არ განიხილავენ ახლა ისეთ დონის ავტორიტარად, რომ მას პირდაპირ ესაუბრონ, მაგრამ მას გონია ალბათ, რომ მისი დროც მოვა. ხომ არ იბევებს ის პატიმრებს ამ დროისთვის? ხო, მე სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ მის სტილში, მის ჟანრში, ასე ვთქვით, ზის მსგავსი რამ, ხო, რომ თქვა რაღაც ტიპის ხოში რუსეთის ტაქტიკას მაგორებს ხომ, ხო, თქვა რომ დაიპყროს ოდნავ უფრო მეტი, რომ მერე ზევიდან ივაჭროს, ხო? აი ესეთი მენტალობა აქვს ივანიშვილს, ხო? და ეს გასაგები არის მისი ტიპის, ნუ დიქტატორისთვის მარტივად, ხო, გასაგებია, ხო? უნდა რომ რაშევა მეტი რამ მოიკავოს, რომ თუ დაშირდა შემდგომში გარკვეული ტიპის ლიბერირება თქვა რაღაცა მოშვება, ასე თუ ვიტყვით, ხო? სიტუაციურად, ხო, რაღაცა მარწუხების მოშვება რეჟიმისთვის, რომ შემდეგ კონდეს რაღაც გარკვეული სასაუბრო და სავაჭრო. ჩვენ მე ვფიქრობ, ამით ნაკლებად უნდა ვიყოთ დაინტერესებული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ პროცესი, რომელიც მას აიძულებს, რომ დაჯდეს და რეალურად ის გააკეთოს, რაც უნდა გააკეთოს და ჩვენი ის ერთგვარი დოქტრინალური, როგორ ვთქვათ, განაცხადი, რაც გავაკეთეთ, ხო? და შემდგომში საჯაროდის პოლემიკა მალევე პრინციპში მოიწურა ამ თემაზე ერთი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ განაცხადა უარი, მაგრამ ვინმე რამეს ელოდა, ამით ოპოზიციის ზოგ წევრს ჰქონდა გარკვეული ისტერიკა, ჩემთვის გაუგებარი, მე მგონი ტექსტი არ წაუკითხავთ, გულწრფელად გეტყვით, თუ წაიგითხავენ, ნახავენ რომ ის წერია ამ ტექსტში, რასაც 2 წელია ყველანი ერთად ვამბობთ, ეს ერთი და მეორე ის ფორმულაა გამოყენებული, რასაც ვამბობთ, რომ საგარეო წნეხი პლუს შიდა მოქმედება უდრის ხელშესახებ პოლიტიკურ ცვლილებას და მინდა ყველას ვკითხო მოსკოვის მექანიზმის დასკვნაზე უფრო ძლიერი, უფრო მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური წნეხი, რომელიც თან სამოქმედო გეგმას გთავაზობს, აი ეს გააკეთეო, ხო, ჩამოწერილია. ამაზე უფრო კაფიო სამოქმედო გეგმა ვნახეთ ბოლო წლის განმავლობაში? პასუხია არა და რო არ გვინახავს და ჩვენი განაცხადის მერე ჰელსინკის კომისიამ თქვა, ხო, ზუსტად იგივე, გაატარეთ მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში დასანქციდეს რეჟიმი. ზუსტად იგივე არ ვთქვი ჩვენს, რომ წნეხი ძალიან მაღალია, აგერ დევს დოკუმენტი და აი ახლა არის ის მომენტი, როდესაც ყველამ უნდა თქვათ, რომ გატარდეს ეს დოკუმენტი, გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრები და აი ამ ვითარებაში უკვე მისაღები ხდება საუბარი, დიახ, საუბარი ახალ არჩევნთან დაკავშირებით და ოპოზიცია თქვა პირველივე შუადღეს პროცესის შეფასებაში, რომ ჯერ პროცესი არ არის მისული იმ დონემდე, რომ ივანიშვილი იმდენად დასუსტებული არ არის, რომ ის წამოვიდეს დათმობაზე და ასეთ პირობებში ძალიან ცუდი თუ გონიათ რომ არ არის დასუსტებული. ძალიან ცუდი, იმიტომ რომ არის დასუსტებული. არ აქვს აზრი, მით უმეტეს რომ საერთაშორისო წნეხი იზრდება და მას არ უტოვებს გამოსავალს ამ ეტაპზე. აი ეს არასწორია. აი გეტყვით, კი ბატონო. კი, მესმის, მაგრამ არასწორია, ცდებიან ჩემი კოლეგები, პირდაპირ გეტყვით და ამას გვაჩვენებს დროც და ისტორიაც, რჩება ხო ეს ჩანაწერი, ჯერ ერთი დასუსტებულია, მეორე რომ ამბობ სუსტის პოზიციაზე ელაპარაკებიო, სუსტის პოზიციაზე როგორ ველაპარაკებით? 2024 წლის არჩევნები მოვიგეთ, ხო? წელიწად ნახევარია ნარჩუნდება არსებითად საგარეო იზოლაცია, ხო? ნარჩუნდება პროტესტი, იზრდება ბრაზი. ეს არის სუსტის პოზიცია? მე სამგონია პაპუაშვილის პასუხი. ეს არის ძლიერი პოზიცია. და როდესაც ამ დიალოგის შესაძლებლობა პაპუაშვილის პასუხების სემანტიკით
კი, არა, მე ხა პასუხობ ოპოზიციური კოლეგებს, რომ ეს თქვენ ასიტირეთ, ხო? ამ შემთხვევაში ეს არ არის სუსტი პოზიცია, პირიქით, ეს არის საკმაოდ ძლიერი პოზიცია და შემდგომ დასუსტებას რეჟიმის საერთოდ არ გამორიცხავს ისაც, რაც არის ჩვენს დოქტორულ განაცხადში, პირიქით. ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეგერ არის ძალიან მაღალი წნეხი, აგერ არის რეკომენდაცია რა უნდა გაკეთდეს დეესკალაციისთვის და ის დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჰააგის შესაძლებლობას, აი ზუსტად ეგ დოკუმენტი ამბობს ქვევითვე, რომ ამ დოკუმენტის განხორციელების მიზნით უნდა იქნას წარმოებული დიალოგი. ო, მაგრამ ესე იგი გამოდის, რომ ისინი ვინც ჰააგას იწონებენ, ისინი ვინც ჰააგას იწონებენ, ვისაც ეუბნებით, რომ სუსტი ხარ და არა, ვიცი რა არის, მე ოპოზიციას პასუხობ მეორე. მოკვდა ეს. გავიგე, ვიცი. შესაბამისად. კი, იმიტომ ჩვენ ნახეთ ვიღაცებმა ცოტა დაამახინჯეს ჩვენი პოზიცია, რომ ქოცებს თავაზობენ რამეს, რომ არანაირად ქოცებს არაფერს არ თავაზობდით და არ თავაზობთ. საერთოდ არ გვაინტერესებდა ქოცის აზრი. არა, ეს ჩვენ ქოცებისთვის არ შეგვითავაზებია, ჩვენ ქართველ ერს უთხარით ძალიან კაფედ, ჩვენ რა გონია სწორი. ქართველ ერში შედის ქოციც, შედის დროაც, გირჩიც, ნაციც, ლელოელიც, ჩვენ ერს უთხარით საზოგადოებას, რომ აი ეს, მეგობრებო, არის სწორი გზა. აი ამ გზის მიყოლა იქნება დეესკალაციისკენ ნაბიჯი. არ დაგეთანხმათ არც ერთი მხარე, ამიტომ ნამდვილია, მართალი ვიყავით და ვარ და უმცირესობაში თვალყურით მე რა მე უმცირესობაში იმდა რაღაცაზე ვიყავი ბოლო წელიწად ნახევარში ჩემ პარტიაში მათ შორის, მაგრამ გონია რომ ყოველთვის მართალი ვიყავი. ყოველთვის არ ვიყავი მართალი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვიყავი მართალი. უმცირესობაში ყოფნა არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან ბევრ კრიტიკულ რაღაცაზე ვიყავი ბოლო წლების განმავლობაში უმცირესობა, მაგრამ სამწუხაროდ გამოვიდა სწორი კიდევაც. არადროულია, ეს არის მოკლე წინადადება შეჯამებისთვის, არადროული იყო მინიმუმ. მე მგონია რომ გაგრძელდება. მე მგონია ამ დროისთვის მან ვერ. მე მგონია რომ ძალიან დროული იყო. მე მგონია რომ ძალიან არ ვითარდება თუ არა ასე. ხო, ნახეთ, შევხედოთ. რეჟიმს მოუწევს კი, მე ესე მგონია რომ რეჟიმს მოუწევს პოლიტიკების გათავისუფლება და გარკვეული ტიპის დიალოგზე წასვლა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. მე ასე ვთვლი. ეხლა ვწდები თუ არა ხო ვნახავთ ყველანი ერთად, მაგრამ რაც ლელომ თქვა იყო სწორი და დროც იყო სწორი. ახლა მასთან დიალოგს აზრი არ აქვს. მომავალი გვაჩვენებს ამას. აი ზოგიერთ კოლეგას ისტერიკა რო ემართება ხოლმე, ისე რომ ტექსტი არ წაუგითხავს. მოსკოვის მექანიზმში მე მგონია არ წაუგითხავს ბოლომდე. მესმის 192 გვერდი იყო, მაგრამ მე მგონი არ წაუგითხავ და დიალოგი იქაც წერია და ჰააგა თუ მოგწონს დიალოგზე უნდა დაფიქრდე ასევე, ხო? აი ეს ორი ერთად როგორ ხო არ შეგვიძლია ეს ტექსტში მოგწონდეს ერთი აბზაცი და არ ქონდეს საკითხული. ორივე მხარეს პასუხისგებლობა უნდა გამოვიჩინოს. ჩაგეყენებინათ ოპოზიცია საქმის კურსში ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც აპირებდით ის მათ გაიგეს ტელეეკრანიდან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია თქვენს მიმართ, რომ მე ტელევიზორიდან რომ პასუხობთ ერთმანეთს, წინასწარ გაგევლოთ ეს თემები, იქნებ ნაკლებად ხისტები ყოფილიყვნენ პასუხად, ესეც არის. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ნახეთ, გავატაცოფო, რაც უნდა ხისტები, რამდენად უნდა იმდეთ ხისტები იყვნენ, ეს ჩემთვის ამას კი არ ცვლის. არანაირი პრობლემა არ მაქვს აბსოლუტურად. ვინ ხისტი იქნება და ვინ იმას აჩვენებს ტექსტი არ წაუკითხავს. გაგრძელებული იყო და არ გაგრძელდა. არ ყოვა შედეგი. კი, მაგრამ ხისტი იქნება თუ არა, ეს ჩემს ხასიათს და ჩემს აზრობას ჩვენს სტრატეგიულ ხედავს, რომ რა არის სწორი, ეს არ შეცვლის დიდი ბოდიში. ვიღაცა ხისტი იქნება, ვიღაცა ზეწოლას ესწრება, ერთმა ხელი მოუმართოს. თავარი არის, აი ეგ არის პრობლემა. თავარი არის პროცესი შეიქმნას, რომელსაც შედეგი ექნება, თორე ეხლა ვინ ხისტი იქნება და ვინ უარს მეტყვის და ხოცი მითვედეს ამით რამეს ზომავდეთ, ჯვარი წერია რომ ამით ზომავდეთ რამეს. არ გვაინტერესებს ეს. მე არ გამოვიცხავი არის საკითხები, რომელზედაც თქვენ მალე დასხდეთ საერთო მაგიდასთან ოპოზიციის ის ნაწილი და თქვენ რომელიც ახლა ძალიან ასე ვთქვათ ტელეეთერებით პასუხობთ ერთმანეთს, ეს ქართულ პოლიტიკას ბევრჯერ უნახავს, ასე რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ეს ჩვენ არ აგვირჩევია ეს გზა, მესმის, მაგრამ ყველა ამას ამბობს, ვისაც არ უნდა კითხოთ, შედეგი ეს არის, რაც ახლა გვაქვს. ამიტომ მოდით შევხედოთ პროცესებს, ასეთ ცვლილება არის ყველა მხარის მიზანი ოპოზიციურ დასავლური ოპოზიციის ფლანგზე. მიზანი გაქვთ საერთო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა სამართლიანი პირობებით. ეს არის შედეგი, რომლის მიღწევაც ყველას გსურთ. აი ამ ნაწილში ლელოს გზა მინდა ვიკითხო, რას აკეთებთ ამ წუთას, რა გგონიათ სწორი სად ბრძოლის გაძლიერება, სად ნაკლებად ინიციატივა, არ ვიცი. აი ამ მიმართულებით ხომ არ შეიცვალა თქვენი მიდგომები, ან რამე ხომ არ გადახედეთ რამეს უკეთესად ხომ არ დაგეგმეთ სტრატეგია, თუნდაც მოსკოვის მექანიზმის შემდგომ ზუსტად იგივეა მეტი და ძალიან სწორი გზამკვლევი მისცა დოკუმენტირების თვალსაზრისით საერთაშორისო საზოგადოებას მათ შორის.
კი. აი ზუსტად მოსკოვის მექანიზმი და ამიტომ გადაფასდება ეს დღეებიც და კიდევ ერთხელ გამოშვება ძალიან მკაფიოდ რომ ის აზრი რომელზეც დღეს ჩვენ ვართ არის სწორი. და მე ამას ვამბობ კიდევ ერთხელ სრული სიმყარით. ამის ტაიმინგიც სწორი მგონია და შინაარსიც. მოსკოვის მექანიზმის ეს დასკვნა და რეკომენდაციები ქმნის იმ ჩარჩოს, რომლითაც უნდა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია ამ ქვეყანაში. თუ ის ზომები რაც იქ არის მოცემული განხორციელდება, ჩვენს ქვეყანაში იქნება თვისებრივად უკეთესი მდგომარეობა, გათავისუფლდება პოლიტპატიმრები და წავალთ ყველა იმ დემოკრატიული ზომისკენ და ნაბიჯისკენ, რაც სჭირდება ამ ქვეყანას. ამიტომ ვთქვით, რომ ეს დოკუმენტი უნდა განხორციელდეს, ეს არის ის მომენტუმი, რაც უნდა იქნას მართლაც ჩაბღაუჭებული და რეჟიმმა ნება უნდა იბოცოს და გადადგას ნაბიჯები ამ დოკუმენტისკენ. ჩემკენ კი არა, ამ თქვენკენ ამისკენ, ამ დოკუმენტის შინაარსისკენ. ეს ერთი. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გავაგზავნებთ მუშაობას ამ შინაარსის გასაძლიერებლად და გასაზრდელად, ამ შინაარსის ირგვლივ პოლიტიკური აპეტიტის შესაქმნელად, იმიტომ რომ აქ გვესახება სტრატეგიულად სწორი გზა იმისა, რომ გამოვიყვანოთ ქვეყანა ყველასათვის დამაზარალებელი, აი ამ ძალიან მძიმე ვითარებიდან, აი ამ ჩიხიდან, რომელსაც ჭირდება დეესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალდება აბსოლუტურად ყველა ქართველი, ყველა მხარე. და მეორე მხრივ გავაგზავნებთ, რა თქმა უნდა, ყველა იმ აქტივობას ქვეყნის შიგნით, ქალაქებში, რეგიონებში, თუ ქვეყნის გარეთ, ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკური შრომით, რასაც ვეწევით ეს 2 წელია იმავე გზავნილით და იმავე აქტიურობით და კიდევ უფრო მეტად, რაც გავგაჩნდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დიდი მადლობა გრიგოლ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეჟიმს მოუწევს აბსოლუტურად ყველა მზობის მიღება.